საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო ცვლილებები, რომლითაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება არჩევნებზე დაკვირვება. CESCO, რომელიც გამორჩეული იყო არა ქართველი ამომრჩევლის, არამედ ქართული ოცნების ინტერესების მსახურებაში. მას შემდეგ, რაც გავშიფრეთ ის თუ რა მოხდა 26 ოქტომბერს, ის ძირითადი სქემები და манипуляციები, რომლითაც შესაძლებელი გახდა იმ შედეგის მიღწევა, რომელიც დაიწერეს ქართული ოცნებისათვის, გადაწყვიტა, რომ ამ манипуляციებზე რეაგირებისთვის მიიღოს ახალი ცვლილებები. კერძოდ შეზღუდოს ამომრჩევლებზე დაკვირვება, კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება, რაც არ ღვევს როგორც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტებს. პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება არჩევნების მონიტორინგი და ხდება ნორმატივიზება იმ კარუსელებისა, რომლითაც როგორც 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე მანამდე არსებულ და მათ მიერ ორგანიზებულ არჩევნებზე ხდებოდა ხოლმე ამომრჩევლის ნებაზე ძალადობა. ახალი ცვლილებებით პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე და დამკვირვებელს აღარ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მოსთხოვოს მას მაგალითად ვინაობის დადასტურება. ეს არის ალბათ მორიგი მცდელობა იმისა და ის ტემპი, რომლითაც გადაწყვიტეს დაჩქარებული წესით მიიღოთ ეს ცვლილებები, რომ ქართული ოცნება შეიძლება ემზადებოდეს ახალი არჩევნებისათვის, შესაბამისად ჩვენი ბრძოლა იქნება მიმართული იქითკენ, რომ არ მივცეთ როგორც არალეგიტიმურ პარლამენტს, ასევე მარტო დარჩენილ CESCO-ს მიიღოს ახალი მავნებლური ცვლილებები და ახალი არჩევნების შემოგთავაზოს იმ წესებით, რომლითაც ის ფიქრობს, რომ გავა ფონს. უფრო დეტალურად აღნიშნული ცვლილებების შესახებ ჩემი კოლეგა თორნიკე ათქმელაძე მოგახსენებთ. მოგესალმებით. აღნიშნული ცვლილებები, რომელიც CESCO მიიღო, სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს, რომ დამკვირვებლებს უნდა შეეძლოთ სრულად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. CESCO-ს დადგენილებით კი აღნიშნული მათ შეეზღუდებათ. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ სქემა, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრებით, არის ნამდვილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ ცვლილებას დღესვე გავასაჩივრებთ სასამართლოში, იმიტომ როგორც გითხარით, ის არის კანონსაწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, ამ სასამართლოსგან, მურუსიძის სასამართლოსგან არა გვაქვს კანონიერი და სწორი გადაწყვეტილების მოლოდინი, თუმცა ჩვენ გეგმავთ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი მეთოდი, რათა აი ამ უკანონობას დავუდგეთ წინ.